GoGaGGG.com გზა ჯორედინი მადლობთ ბატონო ექიმა ექტანა დიახ ბატონო ფარუხ როგორ არის გადარჩება მოტეხილობებს მოევლება მაგრამ სისხლდენას ვერ ვუჩერებთ თან ურსულადაა რა სამწუხაროდ ასე ექიმის თქმით სასწრაფო ოპერაცია სჭირდება სიგნალის შემდეგ დატოვეთ შეტყობინება. აბონენტი მიუწვდომელია. აი შევიცი რეკავდი, მაგრამ ვერ გიპასუხე. მოხდა რამე? გირაისაც და ლეილასაც უთხარი, რომ აღარავისთან ურთიერთობა აღარ მინდა. მიზეზი მარტივია. რაც მეტად ვცდილობ დახმარებას, მით მეტად ვიძირები ჭაობში. უკან მოხედვა აღარ მინდა. წარსულის პრობლემებმა დამღალა. დამღალა. არ მინდა იმ ხალხს, ვინც მართლა გულით მიმიღო და შემიყვარა, იმედი გაუცრუო. არავისთან ურთიერთობას არ ვაპირებ. მინდა რომ მათთვის მიცემული პირობა პატიოსნა შევასრულო. თავს გაუფრთხილდი და კარგად იყავი.
გისმენ მერტ. რა შვრები? მირასთან ერთად ვარ. ახლა ქვემოთ ჩავიდე. მე კი ვზივარ და კომენტარებს ვკითხულობ. გარგია. შენ იამანთან ერთად ხარ? არა, ჩემს ოთახში ვარ. იამანი ჯერ ისევ ცოცხა ხასიათზეა. ჩემ შემდეგ აღარ გისაუბრიათ? არა. ცოტა უკან გადაიწია? მოიცა, ეგ რას ნიშნავს? კომპიუტერთან სიხარ? ხო, კომპიუტერთან ვზივარ. მოიცა, შენ რა, მithვალს ვალებ? არა, გაგვირდები. გიყურებ როგორ ხარ. ხომ არაფერი გჭირს, მოიწყინე თუ არა. რასულელი ხარ? გაიმეორე? დაუჯერებელია. ისევ ტელეფონით ლაპარაკობ. კარგი, ახლა ვეგავთიშა. არა, არ გათიშო. ლაპარაკი თუ გინდოდა დარჩენილიყავი. რაღაც მოდიოდი. მირა ლაპარაკს აღარ მაცდის, უნდა გავთიშა. კარგი, ლაპარაკე. კარგი, გათიშე. არა, ჯერ შენ. პირველი შენ გათიშე. არა, შენ. თუ ჩერეგავს. მერტ, კარგი, თუ ჩერეგავს, ეთყობა ორკუნი გამოჩნდა. გისმენ დუჩე. რა გატირებს? რა? რა მოხდა? რა მოხდა? ორკუნის მამა მომკვდარა. რა? არ ვიცოდი ასეთი არანორმალური თუ იყავი. ამას ვერაფრით წარმოვიდგენდი. მაგრამ ეს შენი ჩვეული მდგომარეობა არ უნდა იყოს, ხომ ასეა? არც კი გეკითხები, კარგად ხარ თუ არა. ხედავ, რომ რაღაც გჭირს. რამე შეგემთხვა? უბრალოდ მამა ჩემი მეზიზღება. გასაგებია. შენ სასაკში ეს არც მიგვირს. მართლა. მე მაგალითად ჩემი ოჯახის წევრების დანახვაც არ მინდოდა. თანაც უზომოდ მძულდნენ. ძულდნენ. ვცდილობდი, ჩემი ბავშვური ინტრიგებით მათთვის ცხოვრება მომეწამლა. ასე რომ შენი კარგად მესმის. მაგრამ მე მართლა ვერ ვიტან. ეს ბავშვური კაპრიზი არ არის. თუ ასეა, მაშინ გაგიჭირდება. სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ განწყობა იგივე გექნება. ჩემი აზრით, აჯობებს შეურიგდე და სანამ გჭირდება, თბილად მოექცე. ღმერთო, რა მემართება? დავბერდი თუ რა ხდება? დედასავით ჭუის დარიგება დაგიწყე. მოკლედ რაც გინდა ის გიქნია. შენი გადასაწყვეტია. როდესმე მასზე ძლიერი გავხდები. ყველაფრისთვის ვაზღვევინებ. მალე დავჭირდები და ხოხვით მოვა პატიების სათხოვნელად. ადექი. თორე მაგ გავცივდებით. ადექი მთელი ღამე წინ გვაქვს.
ინებეთ. გამარჯობა, ქალბატონო სედებ. უკვე გადავუხადე. გადმოსვლაში დაიხმარე. კარგი, ქალბატონო სედებ. სახლში შემოიყვანეთ, ოღონდ მამაჩემმა არ დაინახოს. უკანა შესასვლელით შეიყვანეთ და სადმე დააწვინეთ. ბატონი ასიმი შინ არ არის. ძალიან კარგი. გადმოიყვანეთ, რაღაც უცდით. ქალბატონო სედებ, ალბათ არ იცით რა მოხდა. მაინც რა მოხდა? ამ საღამოს მიტად ჯივანოღლუ გარდაიცვალა. მიტად ჯივა რა? ძვირფასო ტელემაყურებლებო, გასულ ღამეს უბედური შემთხვევის შედეგად ბიზნეს სამყაროს ცნობილი წარმომადგენელი მიტად ჯივანოღლუ გარდაიცვალა. ბატონმა ჯივანოღლუმ წონასწორობა დაკარგა და კიბიდან გადმოვარდა. დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა როგორც ცნობილი გახდა, მიტად ჯივანოღლუ სამედიცინო დახმარების მუშაკებს შემთხვევის ადგილზე უკვე გარდაცვლილი დავხდათ. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს წუთებში ჩვენ ჟურნალისტებს ოჯახის წევრებთან გასაუბრების საშუალება მიეცემათ და ტელემაყურებლებს უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მივაწვდით. დილამშვიდობისა. ბატონო ფაროკ, თქვენ ისევ აქ ხართ? დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ღამით მშვიდად გეძინათ? ახლა ექიმი მოვა და გაგსინჯებთ. წამლების წყალობით მთელი ღამე გეძინათ. დიდი ხნის უძილო ვიყავი და ალბათ ამიტომაც დამეძინა მშვიდად. ძალიან შემაშინეთ. ისე მოულოდნელად გადმომიხდით გზაზე. მეორე მხარეს მინდოდა გადასვლა. ასე გვიან იქ რა გინდოდათ? გაჩერებაზე დიდხანს ვიცადე. და მერე ფეხი წასვლა გადავწყვიტე. მაგრამ საპირისპირო მიმართულებით მივდიოდი. ძალიან წუხარ. მართლა ძალიან წუხარ. არც კი ვიცი რა გითხრათ. მეც. გამოჯანმრთელდებით. უარესით შეიძლებოდა მომხდარიყო. კიდევ კარგად გადარჩეთ. შესაძლოა ორივე დაღუპულიყავით. ნაკრძალის ტერიტორიაზე ძალიან საშიში მოსახვევებია. რით შემიძლია დაგეხმაროთ? იქნებ ვინმესთან დარეკვა გინდათ? მობილური ტელეფონი გამორთული გაქვთ. ჩანთაში კი ერთი ნომერიც ვერ ვნახეთ. არავინ მყავს. არავინ. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. მიტად ჯივანოღლუ გარდაიცვალა. რა? თქვენ რა? არ გაგიგიათ? არა, რა დაემართა? როგორ? როდის? ბიზნესმენი 48 წლის გახლდათ. მოულოდნელი ტრაგედიის გამო მისი ოჯახი უზომოდ დამწუხრებულია. წარმატებულ ბიზნესმენს მიტად ჯივანოღლუს ჩვენ სწორედ ახალამებს უყურებთ. ეს უთია გამოაცხადეს. ღმერთმა აცხოვნოს, საბრალო. აქ უამრავი ხალხი ირევა. ორკუნი გამოჩნდა? ისიც აქ არის. ცუდად არის? თუმცა კარგად როგორ იქნება? მეცხრას გეკითხები. განიცდის. ყველა შოქშია. ცოტა ხნით ორკუნსა და ქალბატონ იასემის სახლში გავყვები. აქ ყველა საქმეს მოგჭით. კარგი, თუ რამე დაგჭირდეთ დაგვირეკე. იამანი მანდ არის? დღეს უნივერსიტეტში არ მივდივართ. კარგი, თქვენი ნება, საღამოს შევხვდებით. დროებით. ბატონო სელიმ, პრესკონფერენცია არ გაიმართება? მეგობრებო, ოჯახი მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას. ახლა ამის დრო არ არის. ორკუნი გამოჩნდა. ისიც საავადმყოფოშია. მედი დაიდანაშაული თავი. სინდისის კენჭნა არ გაწუხებს? რა თქმა უნდა, ჩემი ბრალია. რა ჯანდაბა მიმიყვანა იქ. შენ არაფერ შუაში ხარ. იქ იმისთვის მიხვედი, რომ ფული დაგებრუნებინა. მაგრამ შედეგად რა მოყვა? ხომ ხედავ? შვილო, მიცვალებულზე ცუდის თქმა არ შეიძლება, მაგრამ ბატონმა მიტადმა ეგ ყველაფერი შენზე კარგად იცოდა. მისთვის ახალი არაფერი გითქვამს. მაგრამ მოკვდა. ვერაფრით ვიჯერებ.
შენი მესმის. განიცდი და ნერვიულობ. ასე რომ მოხდა, მაგრამ გთხოვ, თავს მოიტანჯავ. არ ვიცი როგორ დაგამშვიდო, მაგრამ ხომ არსებობს ბედი, წერტილი net. რა ვიცი. ცხოვრება ასეთია. არა? რას იზამ? სედეფი ორგუნთან ერთად იყო? ხალე მთქვა, რომ წუხელ ბარში უნახავთ ერთმანეთი. წამოდი დაჭიქი. თუ გინდა, მანქანაში დაელოდე დედაშენს. მე გჭირდები რამეში? წავალ რამდენიმე საათი დავიძინებთ, რომ შეიძლება ჩამომეწინოს. სედებ, სავალდებულო არ არის ყველას გააგებინო, შენს თავზე როგორ ზრუნავ. შენ ჩემზე ნუ დარდობ. სელიმ, ეს ადამიანი ნერვებზეა სამკურნალო. ენდერს რას უყურებ, ორგუნზე გეუბნები. არც კი ვიცი რა იშველება. სერიოზულად ვამბობ. მისი უმეთვალყურეო დატოვება არ შეიძლება. იასემინი ცირით ვეღარ გამოვიდა. თავი დაანებეთ, რამდენ ხანსაც უნდა იყოს. დაამშვიდობას. მამა, რა მოხდა? საშიში არაფერია, ავარიაში მოვგები. რა ავარია? ეს როგორ მოხდა? ჩვენ რატომ არ შეგვატყობინე? მირა, კარგად ვარ შვილო. ორგუნ, წუხარ, გამაგდი. პარუკ. მართალია დაგიჯახა, მაგრამ უპატრონოდ არ მიუტოვები ხარ. დილამდე თავთან გეჯდა, ეშინოდა არაფერი მოხსლოდა. ჩემი ჩანთა აქ არის? შენი ჩანთა კარადაშია. თუ არ შეწუხდებით იქნებ, ტელეფონი დასამუხტად შეაერთოთ. შენი ტელეფონი უკვე იმუხტება. მთელი ჩანთა გადაქეკეთ, საბუთებს ეძებდნენ. ტელეფონი კი დასამუხტად შეაერთეს. ჩანთა ერთ მხარეს ეგდო, ტელეფონი მეორე მხარეს. მაგრამ იმ მდგომარეობაშიც კი ყველაფერს თავი მოუყარა. ხოჩახ. ჩვენს დროში რა არ ხდება? მაგრამ ასეთი კეთილ სინდისიერება იშვიათობაა. აიშა. შვილო, სადაიკარგე. ძალიან ვინერვიული. დაზღვევა გაქვს? არა. სამაგიეროდ დაზღვევის სახით ფარუკ ბეილიჯე გამოგეცხადა. ამ კაცს იცნობ? თავის ცოლთან ერთად ხშირად აჩვენებენ ელიტარულ ამბებში. ძალიან მაგარი ცოლი ხავს.
Geçmiş olsun. გამოჯანმრთელებას გისურვებთ. Sağ olun. გმადლობთ. Konuşabileceksin değil mi? ლაპარაკი შეგიძლიათ? İyi, geliyorum. კარგი, ახლა ვიმოვალ. Dün gece თუ ხელჩვენება ვერ ჩამოგართვით. გვიანბეთ მომხდარი შესახებ. ყველაფერი ისე იყო, როგორც ბატონმა ფარუკმა გითხრათ. Bir de sizden dinleyelim. Ne hatırlıyorsunuz? თქვენ ჩვენებას დაგვჭირდება. გზა ჩაბნელებული იყო და ფიქრებში ვიყავი გართული. გზის გადაკვეთა დავაპირე და მანქანა ვერ შევნიშნე. Farları yanmıyor mu? ფარები არენ თო? არა, ენთო, მაგრამ მე ვერ შევნიშნე. ყურადღება არ მიმიქცევია. აქეთ-იქითაც კი არ გამიხედავს. Hızlı mı geliyor? სწრაფად მოდიოდა? არა, მაგრამ მოსახლეებში ვიდექი და ვერ შევნიშნე. უფრო სწორად. ყველაფერი ჩემი ბრალია. ესე იგი, ავარია მაშინ მოხდა, მე რომ ელაპარაკებოდი? დაუჯერებელია. მე კი მეგონა რომ გაბრაზებულმა ტელეფონი გამითიშა. საბედნიეროდ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საბრალო ჩემი მამიკო. მადლობა ღმერთს, ორივე გადარჩით. გმადლობ. ბიჭებო, მანქანა კართან მოაყენეთ, თორემ გარეთ უამრავი ჟურნალისტია. ორივე ერთ მანქანაში არ ჩასხდეთ. თორემ მაშინვე გარშემო გეხვევიან. იასემინ, შენ ჩემთან ჩაჯექი. ორგუნ შენ კი მამა შენის მანქანით წამოდი. უფრო სწორად, თქვენი მანქანით. Orkunlara gidiyoruz değil mi? ორგუნთან უნდა წავიდეთ, არა? ხო. ხო. არა. განსაკუთრებით თქვენ შეეცადეთ ორგუნს მოერიდოთ. ის მათხოვარიც არ გაგვაკაროთ ახლოს. ისედაც მის გამო მოხდა ყველაფერი. Eğer birini იცი რა, თუ ვინმე ზედანაშაულება გინდა, პირველი შენი დაიწყე. ნუ მაიძულებ ყველაფრის მოყოლას. ელიო არ გინდა, ამის დრო არ არის. არა ნორმალური. წავიდით ორგუნ. მირა, თქვენ წადით. her şeyi unuttuk. ყველაფერი დაავიწყდათ. olduk. ჩვენ ყოფილ ვარ დამნაშავე. კარგი და მშვიდე ელიო. ბატონო ორგუნ. სადები სად არის? არ ვიცი, ეთყობა წავიდა. ყველა წავიდა. შენ და ელიული წადით. მე ცოტა ხანს დავრჩები. მეც. კარგი, ცნობა მაქვს ასახები. ის გოგო აქცევს? მგონი. ორგუნ ვიზიარებ. დაჯერებაც კი მიჭირს. ორგუნ, შენს გვერდით გვიგულე. ძვირფასო ძალიან წუხარ. ვიზიარებ. ახლა გავიგე. ვიზიარებ და თქვენ სამსახურში მიგულეთ. მაგრამ თქვა რომ შესაძლოა ოპერაცია დაჭირდესო. მირა, ხომ გაიგე, შეიძლება დაჭირდესო. გამარჯობა ბატონო პოლიციელო. დაზარალებულმა ჩვენება მომცა. ჩიულს არ აპირებს, თუმცა დაზარალებული ჩვენების მიუხედავად საქმე მაინც სასამართლოს გადაეცემა.
რა თქმა უნდა, მესმის. გამარჯობა. გამოჯანმრთელებას გისურვებთ. მე მირა ვარ. მისი ქალიშვილი. ის არის. კარგად ხარ? იამანის მეგობარია. თქვენ აიშე ხართ რა? მართალია, მეც გამახსენდა. ერთმანეთს იცნობთ? იამანის მეგობარია, იმ რაიონიდან. მართლა? ხო. იამანთან მინდოდა დალაპარაკება, მაგრამ ვერ მოვახერხე. იქიდან ბრუნდებოდი და ავარიაც მაშინ მოხდა. საშინელ მდგომარეობაში ვიყავი. დასასვლელი არსად მქონდა. მასთან დახმარების სათხოვნელად მივედი. მაგრამ საკადრისი პასუხი მივიღე. არავის ვაღელვებ. სიბნელეში თვალცრემლიანი მოვდიოდი და მანქანა დამიჯახა. ეს რაღამე იყო. ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო. გამოჯანმრთელებას გისურვებ. მოვიდნენ. დეიდა ენდერ. დედა სად არის? დედა შენი ორკუნის სახლში წავიდა. მირა კი მამა შენთან დარჩა. რატომ? ბერენ. არ ნერვიულო, კარგი? მამა შენი ავარიაში მოყვა და ახლა საავადმყოფოშია. რა? ძვირფასო, გაოგნებულები ვართ. მეც გაოგნებული ვარ. მართლა ძალიან მწუხართ. ვიზიარებ, ძალიან მწუხარ. ვიზიარებ. ძალიან მწუხარ. ორგუნ. ღმერთო. ეს რა კოშმარია. წყალი მოუტანეთ. ახლა რა გვეშველება? ვიცი აქ ცხოვრება გაგიჭირდებათ. სასწრაფოდ სხვა სახლი უნდა მოძებნოთ და გადახვიდეთ. აზრი არ აქვს ისეთ სახლში ცხოვრებას, რომელიც ცუდი მოგონებებით იქნება სავსე. იასემინ, ეს დალია, ექიმა დაგინიშნა. ორგუნ. არ მინდა, არ დავლევ. ძალიან გთხოვ, ორგუნ. ეს ორი დღე ძალიან გაგიჭირდება. დალია, გთხოვ. დალია. ძვირფასო, დღეიდან შენ უნდა გაამხნევო დედა შენი. ყველაფრისთვის დიდი მადლობა, მაგრამ მარტო დარჩენა გვინდა ქალბატონოსოდე. ყველას მადლობას გიხდით. ვიცი რომ გვითან აღწმოთ და ჩვენი დახმარება გინდათ, მაგრამ დღეს მე და დედას მარტო ყოფნა გვჭირდება. არ მგონია კარგი აზრი იყოს. შეიძლება მართალიც ხარ, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთად ყოფნა. შეეგუეთ, რომ მარტო არავითარ შემთხვევაში არ დაგტოვებთ.
მიტა ჯივანოღლოს აქციების სიამოვნე მზადეთ. მაინტერესებს, სად რამდენი აქცია ქონდა. ისიც გაარკვიეთ გარდაცვალების შემდეგ, ვის მეტი წილი ეკუთვნის ცოლს თუ შვილს. აქციების გადაცემაზე წინადადების გაკეთება მოგვიწევს. ამ საკითხების მოსაგვარებლად ქალბატონ იასემინთან დამიმიშნეთ შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ კვირაში დაგინიშნოთ, არა? დაგრძალვა ხვალ არის? მაშინ კვირის ბოლომდე მომიწევ შეხვედრა. ყველასთვის აჯობებს თუ ყველაფერი დროულად გაირკვევა. როგორც მიბრძანებთ. ჯერ მიცვალებული არ გაციებულა და უკვე აქციებს ანაწილებს. ერთი ჭიქა მეც დამისხეთ. სად არიან? ენდერი ჯერ არ მოსულა? ვესაუბრე და საავადმყოფოში იყო ოჯახთან ერთად. ქალბატონის სედეფიც იქ არის. ყველანი იქ არიან. არც ფარო გიჩანს. მერტო ეს რა უბედურებაა. რა კი მიტა ჯივანოღლუ მოკვდა, ბარემ ავდგეთ და ფირმა დავხუროთ. დღეს მნიშვნელოვანი დღეა. სასწრაფოდ ყველას დაურეკე. კარგი ახლავე. აი, ელიულიც. აქ ვართ, მოდით. მამა. როგორ შემაშინე რომ იცოდე? კარგად ვარ, ნუ ღელავ. გამარჯობა. გამოჯანმრთელებას გისურვებთ. გმადლობ იამან. აიშე? ხომ გთხოვეთ არ დაურეკო და არაფერი უთხრათ მეთქი. ბატონი ფარუგის სანახავად მოვდიოდით. ელიულმა დარეკა და გითხრა რომ შენც აქ იყავი. როგორ ხარ? გივა? კიდევ კარგად გადარჩით. ის როგორ არის? სამწუხაროდ ბავშვმა ვერ გაუძლო. ჟენი მეგობარი სად არის? არ მითხრა რომ გაუშვეს. არა, მნახველი ყავს. მამა, ადვოკატმა მითხრა რაკინა სამართლევი არ ხარ, ჯარიმას თუ გადაიხდი, სასამართლოს შემდეგ სახლში გაგიშვებენა. ვუთხარი რომ უფროსის ბრძანებას ვასრულებდი, ასე რომ ერთ თვეში შეიძლება გამომიშვენ კიდეც. გესმის მამა? გესმის? ინშალლა შარდი მამა. როგორ არა? თუ საიდან მოიტან? მამა, ძალიან გთხოვ, არ დამღუპო, რა მეიღონე? ხალეთ ბაბა. იდიოტა. ბანკის კრედიტს ძლივს ვიხდი და ამდენი ფული საიდან მოვიტანო? თუ გონია რომ ვინმე მაჩუქებს, მამა გთხოვ, რავე მოახერხე, ისესხე. ამაზე ადრე უნდა გეფიქრა. ახლა იჯექი აქ და იქნებ გაგონიერდე კიდეც. მამა, ძალიან გთხოვ. გემუდარები, გთხოვ. შენი მომავალი შვილიშვილის ხალხის მაინც დამეხმარე. არ გწვენია თავს ამით რომ აწოდებ. აი შე როგორ არის? არ გინახავს? ბავშვის მოცილებას აპირებს. რას უნდა იცუქნია? რას ამბობ, მამა? ჩვენი პრობლემების გვეყოფა. რა დროს აიშია? მამა, გთხოვ, ფული მიშოვე. და ამ ჯოჯოხეთიდან გამომიყვანე. გეფიცები, სულ სხვა ადამიანი გავხდები. გეფიცები. რატომ არ მითხარი აიშე ასე დღეში თუ იყო?
ეს არავის დაინტერესებდა. ხო, მაგრამ ამდენი გაუგებრობა ხომ არ მოხდებოდა. შენს თავს მოგითხე მირა. უკვე ნათელია როგორც მენდობოდი. მაბადია. შენი უნდობლობის გამო ჩვენი ურთიერთობის იმედიც კი დავკარგე. ამას რატომ ამბობ? წარსული ბევრ რამეში დამეხმარა. დინჯა ცხოვრება მასწავლა. ხო. ოცნებებს ვიყავი აყოლილი. უცებ შევიფერე ახალი ცხოვრება და ახალი რაიონი. ალბათ იმიტომ რომ მინდოდა ყველაფრისთვის უცებ მიმეღწია. იქ პირველივე დღიდან დეფილე, იქ წვეულებები, იქ დაბადების დღეები. მარტივად გავიტყვიფე თქვენ ცხოვრებაში და უცებ ყველაფერი ცუდად შემომიბრუნდა. ყველაფერი. ამიტომ როცა ცხოვრებაში ამხელა გარდასახვა ხდება. თურმე ჯობს მოითმინა. ამოისუნთქო. და მერე ჩაება ახალი ემოციების ფერხულში. შენ ცხოვრებაშიც ერთი ამოსუნთქვით შემოვიჭრი. საკუთარი შესაძლებლობის გაუცნობიერებლად. ამას ნუ ამბობ. ამით გულს მდგენ. კარგად იცი რომ გულს ვერასდროს გადგენ. მაგრამ დრო გჭირდება მირა. რაც უნდა ვთქვათ, კონკრეტული რყევები განვიცადეთ. ჯერ ეს უნდა გავაცნობიერო და დანარჩენზე მერე ვიფიქროთ. მაგრამ ჩემი გრძნობები არ შეცვლილა. ჩემი სიყვარული კი ოდნავაც არ განელებულა. მაგრამ ჩემო პრინცესა, დრო მართლაც გჭირდება. უნდა მოვიცადოთ. მინდა რომ გაღვიძებულს მეზობელს სახში მეგულებოდე. მინდა რომ უნივერსიტეტში ხედავდე. მინდა ვიცოდე რომ კარგად ხარ. მაგრამ ამავდროულად მინდა რომ შენგან შორს ვიღო. მომეცი ამის უფლება. მაგრამ ეს უსამართლობაა. იქნებ დროთა განმავლობაში შენც მიხვდე რომ ჩემთვის ნებისმიერ სიტყვებზე მნიშვნელოვანი ხარ. თუმცა იმ სიტყვებს არასდროს დაივიწყებ და არც ხვალ მისცემ მისი დავიწყების საშუალებას არა. ძავალ ნახავ აიში როგორ არის. წერილი გამოგიგზავნის. აი მან. ვიცი აქედან მალე გახვალ. ჩვენ შორის ყველა პრობლემა მოგვარდება თუ როცა გათავისუფლდები, ჩემი თვალი და ყური გახდები. პირსეულად მოიქეცი და თუ საჭირო გახდება, დაქორწინდი კიდეც, არ მაღელვებს. თავარია იმას დაუახლოვდე. იქ კარგი ფული გველოდება. ასე რომ დაფიქრდი თორემ, ყველაფრისთვის გაზღვევინებ, რაც გამიკეთე და მერე შენს თავს მოკითხე.
ორგონ. ძალიან ძოხარ. ძალიან ძოხარ. ვიზიარებ შენს უხარებას. გმადლობთ. დედა შენს უკვე ველაპარაკე. გადავწყვიტე წასვლამდე შენს მენახე. დავბრძანდით. მამა შენმა ძალიან ნაადრევად მიგატოვა. შენი დარდი მაქვს. დღეიდან დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება გეკისრება შვილო. ამიერიდან ჯივანოღლუების ჰოლდინგის აქციათა უდიდესი პაკეტის მფლობელი ხარ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ ბიზნესის პარტნიორი ხდები, რომელსაც მე და ფაროკი ერთობლივად უწყობთ. აქედან გამომდინარე, ჩემი უმცროსი პარტნიორი გახდები. რა თქმა უნდა, ყველა საკითხში მხარში ამოგიდგები. როცა იგრძნობ, რომ ამისთვის მზად ხარ, ხვალ იქნება ეს თუ ზეგ. დავსხდებით და ყველაფერზე დაწვრილებით დავილაპარაკებთ. რაც შეეხება სწავლას, ხო, სანამ უნივერსიტეტს არ დაამთავრებ, სამსახურის დარდინო გექნება. დიდი მადლობა ბატონო ასიმ, ძალიან კეთილი ბრძანდებით. ყველას როდი ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ თქვენნაირ გამოცდილ ადამიანთან ითანამშრომლოს. რა თქმა უნდა, რთულ სიტუაციაში დახმარებისთვის თქვენ მოგმართავთ. თუმცა თქვენ თქვენი საქმეც გეყოფათ, ჩემი პრობლემებით რომ არ შეგაწუხოთ. არა. რასებობ? პირიქით, გამიხარდება. გმადლობთ. თუმცა ჯერ ჰოლდინგის მმართველებსა და ადვოკატებს დავილაპარაკები. მერე ჩემს მოვალეობაში გავერკვევი და ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ. თქვენთვისაც ასიაჯობებს და ჩემთვისაც. გაცილებით გაგვიმარტივდება იმ მცირე თანამშრომლობაზე საუბარი. ხომ ასია? ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, ბატონო ასიმ. რა თქმა უნდა, როგორც გენებას. მიხარია, რომ უცებ გაითავისე სიტუაცია. სხვა რა გზა მაქვს. როგორც თქვენ ბრძანეთ უკვე, დიდი პასუხისმგებლობა მაგისრია. თანაც ვიცი, რომ მათ, ვინც ჩემი მდგომარეობით სარგებლობა შეეცდება, იმედი უნდა გაუცროა. როგორც წესი, დიდი ტორტიდან გულოს უნდა, რომ პატარა ნაჭერი შევხდეს. მართალია. კარგი. ამ ძიმე წუთებში აღარ მოგასცენ შვილო. ჯერ კარგად დამშვიდი და დანარჩენზე მოგვიანებით ვისაუბროთ. კარგად იყავი. კარგად. ნახვამდის. აქ რა გინდა? დედა შენ სამოყევი. ცუდი ამბავი უცებ ვრცელდება, არა? დედა შენ არ იცის ჩვენი უთანხმოების შესახებ. ამიტომ ნუ რაფერს ვაგრძნობინებთ. რა მოხდა? წუხელ ლამის ყურმილში გამოწვევი და ახლა ზრდილობიანი ბიჭი გახდი?
ის ფული მამაშენმა მომპარა. სხვისი ნაოფლარი ფული რაში გჭირდება? დროა კაცად იქცე და საკუთარი შრომით იშოო ფული. სიტყვებს დაუკვირდი. რა ასე არ არის? წლებია დედაშენის ხარჯზე ცხოვრობდა, არც გწვენია. კაცი არ ხარ. იამან საკმარისია. ჰასან, რა ხდება? იცი რა ნაძირავაც არის და ისევ ამ კაცთან ერთად ცხოვრობ, არა? უკვე ზედმეტი მოგდის. ძალიან მეწოდები. დედას როგორ ელაპარაკები? შენ უერევი ხასან. დედა ძალიან გთხოვ, მოცილდი ამ ნაძირავას. გთხოვ, თავიდან მოიცილე. რა საერთო გაქვს ამ კაცთან? რა საერთო გაქვს? მე ვინ წამოდი. წამოდი, თორემ უკვე ნერვები მეშლება. დედა, მასთან ვალში ნამდვილად არ ხარ. თავხედი ხარ და სხვა არაფერი. ჰასან, ამჯერად რაღა მოხდა? გაიგო, რომ მამამისი ცოცხალია და მისი ფულის იმეთი აქვს. ამიტომაც ამოიდგა ენა. ამიტომაც. გთხოვ, თავი დაანებე ჩემ შვილს. განა რას უშავებ? ხომ გაიგონე ამ თავხედმა რაც მითხრა? უმადური. იამან. გთხოვ, ნუ ნერვიულობ. კარგი. მამა ჩემი სახლში არ მიშვებს. ამბობს, რაც უნდა ისუქნიო. ეს ამბავი დედა ჩემმა დეიდა ნევინის პირით შემომითვალა. იამან, წასასვლელი მართლა არსად მაქვს. ასე რომ დამშვიდდი და დედა შენის ნუ ღარაფერი გიკვირს. ყველა ნერვიულობ. ყველა კმაყოფილია თავისი ცხოვრებით. საღამოშვიდობისა, იამან.
ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.